თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გიორგი გამიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით 70,000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან კანონით გათვალისწინებულ 30 დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს. ყველამ ერთად მოვისმინეთ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმაჩნდა და მიმაჩნია ახლაც, რომ შუამდგომლობა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისთვის არ იყო დასაბუთებული, არ იყო ყველა ის წინაპირობა, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას. ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ ბრალდების მხარე საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა ბრალდებული მიიმალოს, შესაძლოა მან გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა და შესაძლოა გაანადგუროს მტკიცებულებები. ბრალდების მხარე განსხვავებით დაცვის მხარისა ვალდებულია არგუმენტები წარმოუდგინოს სასამართლოს თუ ის საფუძველზე ამყარებს მის მიერ მოთხოვნილ ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას. ჩვენ ხედავდით, რომ წარმოდგენილი ბრალდებული არ გახდათ ნასამართლები, მას წარსულში არ ქონია კონფლიქტი კანონთან, ის აღიარებდა დანაშაულს, რომელიც მოხდა მოცემულ შემთხვევაში, არ გადაუმალია, არ გაუნადგურებია მტკიცებულებები, შესაბამისად არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი და შემიძლია ცალსახად თქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება, ვინაიდან არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია და ფიქრობ, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რაც დღეს სასამართლომ მიიღო. იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ესეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ გირაო არის საკმაოდ სოლიდური და ასევე ბრალდებულმა იცის, რომ ის თუ მიიმალება, ის თუ არ დაემორჩილება კანონს, მისი სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდება. შესაბამისად, ბრალდებული ბუნებრივი არ დაარღვევს გირაოს პირობებს, არ შეუშლის ხელს აღკვეთი ღონისძიების მიზნებს და ამოცანებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს. ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ბრალდების მხარე არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში. ბიზნესმენმა გიორგი გამიშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვის უფლების სარგებლობისას თქვა, რომ მას არ ჰქონდა განზრახული სიცოცხლესროლი იარაღის თან წაღება საზღვარგარეთ, მას არ ჰქონდა გამიზნული კანონის დარღვევა, მასზე იყო რეგისტრირებული ეს იარაღი და აცხადებს, რომ იმ ზურგჩანთაში, რომელშიც მას ყოველდღიური მოხმარების ნივთები ჰქონდა თან წაღებული, სიცოცხლესროლი იარაღის აღმოჩენა იყო ჩვეულებრივი დაუდებრობა, როგორც გიორგი გამიშვილი განმარტავს, მან პირველივე წუთებიდან ითანამშრომლა გამოძიებასთან, თავად დაურეკა ზემდგომ ორგანოს და დაემორჩილა კანონს, ამიტომ ის ვარაუდი ბრალდების მხარის, რომ ის მიიმალებოდა შემდგომში ან იყო საფუძველი მის მხრიდან კანონის დარღვევისა, მან უსაფუძვლო უწოდა და მოითხოვა ასევე მოსამართლისგან გირაოს შეფარდება აღკვეთის ღონისძიების სახით, რაც როგორც უკვე მოისმინეთ, მოსამართლე ნანა შამათავამ დააკმაყოფილა.